მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, დიდი სიყვარულით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე, მაგიური სამყარო. ძალიან გთხოვთ, ერთადერთი თხოვნა მექნება, გამოიწეროთ ჩემი გვერდი, არ დაგეზაროთ YouTube-ზე დარეგისტრირება არის ძალიან ელემენტარული, გამოიწეროთ ჩემი გვერდი, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ. დიდი მადლობა წინასწარ ყველას, ეს იქნება თქვენი უკავშირი იმისა, რასაც მე თქვენთვის უფასოდ ვაკეთებ. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, კიდევ მინდა გადავუხადო, სულ მე ვუყურებ, ვაკონტროლებ ყველა იმ ადამიანს, ვინც თანხას მირიცხავს ჩემი ვიდეოების ყურების საფასურად. მოკლედ მეგობრებო, დაპირებისამებრ მარათონის, პირველი მარათონის მეორე ნაწილი. დაახლოებით რადგან მარათონზეა საუბარი და წინა რაც ვიდეო ჩავწერა იგივენაირი ვიზუალი მქონდა ვიდეოსი, დაახლოებით ვეცადე რომ იგივენაირი ვიზუალი გამიკეთებინა, რადგან ჩვენ მარათონზე გვაქვს, მინდა რომ ეს მარათონი ერთი და იგივე ვიზუალის იყოს, რომ ადამიანმა ადვილად მოძებნოს. მარათონის მეორე ეტაპზე ჩვენ ვლაპარაკობდით და ახლა უკვე თქვენთან მე ვლაპარაკობ წინაპრებზე. ჩვენ პირველ ნაწილში განვიხილეთ, რომ ჩვენი ბედი იწყება ჯერ კიდევ ჩვენი ბებიის მუცელში, დედის მხრიდან და ჩვენი ბედი მერე შემდეგ დედის მუცელში, ეს ქრომოსომები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენს ცხოვრებას, როგორი ბედნიერი ცხოვრება გვექნება, პირდაპირ კავშირში აქვს ჩვენს წინაპრებთან. მაგალითად, შეიძლება თქვენ გყავდათ ისეთი ბებია, ბაბუა, თქვათ დედაც, მამაც, ყველას ღმერთმა კარგად გიმყოფოთ, ზოგ შეიძლება არ ყავს ცოცხალი, ან ზოგ ცოცხალი ყავს, რომლებიც არ გიყვარდათ. ხო არის რომ ბებიაც გწყევლი და ბაბუა გწყევლი და არ გიყვარდა პატივს არ სცემდი. ან საერთოდ არ იცი შენი ბებია ბაბუა არ გახსოვს, შენამდე დაიღუპა. როგორიც არ უნდა იყვნენ ეს ხალხი, თქვენ და ჩვენ თუ გვინდა რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცხოვროთ, უნდა გქონდეს წინაპრების დალოცვა. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სადაც როგორც არ უნდა გეზიზღებოდეთ ადამიანი. თუ მკვდარია ეს ადამიანები და თქვენი ბებია, ბაბუა, ან დედა, ან მამა, წაბძანდით მათ საფლავზე, მიუტანეთ ძღვენი, ეს იქნება ტკბილეული, თუ ეს იქნება ხილი, ან რაც მათ უყვარდათ და იცოდით რომ ძალიან უყვარდათ, კარგი იქნება თუ ალკოგოლს არ გამოიყენებთ, ალკოგოლი თუ ძალიან უყვარდა, ეგეც შეგიძლიათ გამოიყენოთ და იმის განმეორება არ დამჭირდება, რა თქმა უნდა, რომ სასაფლაოზე არაფერი არ უნდა მიირთვათ. წაბძანდით, სადაც არ უნდა იყოთ და თქვენს საფლავზე, თქვენი მშობლების საფლავზე და თქვენი წინაპრების საფლავზე დადეთ ძღვენი. ასევე თუ ვინმეს გაქვთ მიწა, სახლი, ეზო, რომელიც რამოდენიმე თაობას ეკუთვნოდა თქვენი ბებია ბაბუას, იმის კიდე ბებია ბაბუას და ასე შემდეგ, ამ ეზოშიც შეგიძლიათ გააკეთოთ ძღვენი, დადოთ და პატივის სცეთ ამით წინაპრებს და მიცვალებულებს. ეს აღდგომა დღეს არ შეიძლება მარტო, ეს ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, ნებისმიერ თვეში და ნებისმიერ დღეს გააკეთოთ. ასევე გონებრივად თუ ცუდი ურთიერთობა გქონდათ ბებიასთან, ბაბუასთან, ასევე აღარ განმეორდები ხო ყველასთან, თქვენ წინაპრებთან, დედა, მამა, არ ვიცი ვინც გყავდათ, გონებრივად აპატიეთ და მიუტევეთ. ეხლა მამაოსავით კი გამომდის, მაგრამ თქვენი პატიება პირდაპირ კავშირშია თქვენ კარგ ცხოვრებასთან. და პატიება არ ნიშნავს ყველაფრის დავიწყებას. პატიება ნიშნავს საკუთარი თავის სიყვარულს.
ეხლა ზოგს მამა, დედა ძალადობდა, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე სექსუალურად. ეს არ ნიშნავს, რომ მე მოგიწოდებთ ან ბებია ბაბუა, ხო? მე ეს არ ნიშნავს, რომ მე თქვენ მოგიწოდებთ მათ, რომ აპატიოთ და ვაიმე რა კარგია და მე პატიობ. არა, არავითარ შემთხვევაში. მე ძალიან სამაგიეროს გადამხდელი ადამიანი ვარ. არ არსებობს, მაგრამ სულიერად მეგობრებო, აი როგორ გითხრათ, სულიერად აპატიეთ და დაივიწყეთ, რატომ თქვენ რომ კარგად და ჯანმრთელად იყოთ. აი ოჯახი გინახიათ ხო, ჩვენ ვისაუბრეთ წინაზე, რომ აი შენ მეს და მიშავე, შენ მეს და გიშავე, წლები ლაპარაკობენ ამ თემაზე და ადამიანების ცხოვრება უკან და უკან მიდის. ასე რომ ფიქრებში, გულში, რაც არ უნდა დაგიშაოს, აპატიეთ და თავზე ხელი გადაუსვი არა. უბრალოდ სულიერად აპატიეთ და დაივიწყეთ, იმიტომ რომ თქვენ იყოთ კარგად. რაც შეეხება იცით აი ლანძღვასაც აქვს თავისი მიზეზი თუ ადამიანი კარგად ჩაუკვირდები. აი როდესაც ადამიანი გლანძღავთ თქვენ კარგად რომ დააკვირდე გულის მაგის გულის ამოძახილი რა არის ლანძღვაში მიხვდები. ანუ ჯანმრთელი ადამიანი არ ილანძღება. აი მე მაგალითად არავის არ გავლანძღავ, იმიტომ რომ რა ვიცი, რატომ უნდა გავლანძღო ადამიანი, ყველას თავის ცხოვრება აქვს, მე ვაფშე არ მაინტერესებს არავინ. საერთოდ ვაფშეს რო ვიძახი მეგობრებო, ეს რუსულად ვარ მემიჩური, არ გიგონოთ სლენგი და ეს ქუჩური გამონათქვამი. არავის არ გავლანძღავ, რაში მაინტერესებს, ხო? და ადამიანი აი მაგალითად ავიღოთ ოჯახის წევრები, მაინც წინაპრებზე ვართ და ოჯახის წევრებზე. არსებობს დედის, მამის ან ბებიის ბაბუის ეგოისტი კატეგორია, რომლებიც ვერ იტანენ მათზე ლამაზი რო ხარ, კი არსებობს ესეთი. ვერ იტანენ თვითონ შენ რო წინ მიდიხარ, იმიტომ რომ თვითონ ვერაფერს ვერ მიაღწიეს და ზოგი დედასავით კი არ უხარიათ, არამედ ცდილობენ რომ ჩაგითრიონ იმ მორევში, რა მორევშიც თავად ცხოვრობენ. ამიტომ ამისათვის გლანძღავენ, შეურაცხყოფას გაყენებენ, გწყევლიან, მაგრამ არის ბევრი ესეთი დედმამა, ხო? ნუ უფრო დედა, მაგრამ აი უნდა დაუკვირდეთ, რას იმ ლანძღვაში რა დონეზე, ანუ რა მხრივ მიყავს დედას ეს ლანძღვა. ყველაფერს დაკვირვება უნდა მეგობრებო. შეიძლება გეუბნო რომ მომაქცია ყურადღება, მეც ადამიანი ვარ, მეც რაღაცა ხო? რაც არ უნდა იყოს, მესმის, მე მყავს ადამიანები, რომლებიც კიდევ ერთხელ ძამძიმეთ ჩვენთვის ამის განმეორება. მე მყავს კლიენტები, რომლებზეც ძალადობდნენ ოჯახის წევრების სექსუალურად. მე მყავს კლიენტები, რომელსაც დედა-მა თავის ახალ კაცთან, ხო, სხვა კაცთან სექსუალურად აძალადებდა და ეს იცოდა, მაგრამ ხმას არ იღებდა, რომ ეს კაცი არ დაეკარგა. მე ვერ გეტყვით, რომ ესეთ დედებს თავზე და მამებს თავზე ხელი გადაუსვით და ყველაფერი აპატიეთ, არა. უბრალოდ გულში რაღაცა აპატიეთ და დაივიწყეთ. ვინც ეგრე იქცევა, ეგეთმა ადამიანმა კარგი ცხოვრება არ გამოიარა. ამიტომ შენც ზოგი ხო ჩვენ ვისაუბრეთ წინაზე, ცდილობს რომ მაგაზე კარგი ცხოვრება გქონდეს, ვინც ცუდი ცხოვრება გამოიარა და ზოგი არა, ზოგი დედმამა ცდილობს რომ პირიქით მაგაზე უარესი ცხოვრება გქონდეს. ამიტომ ესეთ ადამიანებს აპატიეთ სულიერად და გაეშვით. მხოლოდ კარგი ურთიერთობა, როც გულზე არ გეხატებოდეთ, შეგიძლიათ შოკოლადით კბილეული გაუგზავნოთ იმისათვის მაინც რომ თქვენ იცხოვროთ კარგად და ადამიანს ისიც რა არის, ერთ რაღაცას გეტყვით რა. აი ხშირად მე სიკეთე გამიკეთებია არა იმიტომ რომ ძალიან მინდოდა ეს საკითხი, იმიტომ მინდოდა რომ ადამიანს შორის გრძნობა არ გაშენოდა. აი იყო ესეთი შემთხვევა აქ ამერიკაში, როდესაც ჩამოვიდა ჩემი ახლობელი, ნუ დამინ რაღაცა ხო იქ როგორ ცხოვრობ რაღაცა, ნუ აღარ დავიწყებ ხო იცი, მე ვერ ვიტანე ესეთ ლაპარაკს და
მე ავდექი აბსოლუტურად ყველაფერი უყიდი ამ ადამიანს, იმიტომ რომ ადამიანი ჩემთან ერთად იყო და მე მიყურებდა როგორ ვიცმევდი რამე კეთა როგორი სახლი ყველაფერი და მე ამ ადამიანს უყიდე ოქროც, მე ადამიანს უყიდე ძვირფას ტანსაცმელიც, ყველაფერი ძალიან გავახარე, ლამის ისე ჩავაცვი, როგორც მე მეცვა, ძალიან გავახარე, ძალიან ისე და ესე გავუშვი. კარგი, გულწრფელად გეტყვით, ეს კი არ მინდოდა მე ძალიან რომ ამდენი ფული დამეხარჯა მაგაზე, მაგრამ იმდენად ჩემთან უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი რამოდენიმე დღე, რომ არ მინდოდა რომ შურისაგან გამსკვდარიყო ეს ადამიანი და ცუდი ენერგეტიკა ჰქონოდა ჩემზე. და მაგიტო გავაკეთე. ამიტომ ეხლა თქვენ არ გირჩევთ რომ მაგას არ გეუბნებით რომ მილიონები დახარჯოთ. არა. უბრალოდ საშუალო დონის განწყობა შეინარჩუნეთ, რათა თქვენი ცხოვრება წავიდეს ძალიან კარგად. ეხლა რატომ გადავედით ჩვენ წინაპრებზე? აი ერთ რამეს ვიტყვი მეგობრებო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეხლა თქვენ ხომ არიცით, თქვენმა ბებიამ, აი რა, უყურეთ, ნეკრომაგიას და სასიკვდილო ჯადოს და ჯადოს ოჯახზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელიც, ამას ჩემი დასტურება არ უნდა, რომ საუკუნეები ძლებს და საუკუნეები ანადგურებს ადამიანს და 100 წლეულები და 10 წლეულები, ეს ჩვენ ყველამ ვიცით, გვარიდან გვარში გადადის, არ გაგიგიათ, აი რა ჯადო აქვთ ეგეთიო, გვარიდან გვარზე გადავიდა, ამას ჩვენი ძველი ხალხი ამბობდა. იცით როგორ, აი თუ თქვენ გაქვთ წინაპრების ჯადო ან ნეკრომაგია ან რამე, არ არსებობს მეგობრებო, გავა 10 წლეულები, 100 წლეულები იმ შვილიშვილსაც მოძებნის და იმასაც გააუბედურებს ნეკრომაგია ან ჯადო. იმიტომ რომ თქვენ არ იცით, თქვენმა ბებია ბაბუამ, იმისმა დედმამამ რა ჩაიდინეს, რა მოიმოქმედეს, ვინ რა დაუშავეს, ვის დაწყევლეს, ვის გაამწარეს, არ იცით ეს თქვენ. ამას თქვენ არავინ არ გეტყვით. არც ერთ ნორმალური ადამიანი არ გეტყვის, შვილო მე ის გავამწარეო, მაგას გეტყვით თქვენ ვინმე? როგორ გეკადრებათ? არავინ არ გეტყვით. ამიტომ ხანდახან აი ადამიანს როცა პირადი არ ეწყობა, როცა არაფერი არ ეწყობა, ხო? გონია რომ ვაიმე მე გამიკეთე ეს ჯადო, მოდის ჩემთან. არა, შენ წინაპრებიდან მოგსგავს ეს ყველაფერი და შენი დედა, მამა, შენი ბებია, ბაბუა გათვალულები ხართ გულის იმპაქტით რომ მოგიკვდება მამა 40 წლის ასაკში, ბაბუა ახალგაზრდა მოგიკვდება, დედა ახალგაზრდა მოგიკვდება, შენ პრობლემები გაქვს, ვერ ახერხებ პირადი ცხოვრების გაკეთებას, ეს ნიშნავს რომ შენ გუშინ და გუშინ წინ ჯადო არ გაგიკეთეს. შენ გაგიკეთეს ძალიან დიდი ხანი, რომელმაც შენი მთელი წინაპრები გამოიარა და მოვიდა შენზე. ამიტომ ეს ვინც დაიჯერა მეგობრებო, კარგად წაუვიდა საქმე. ვინც არ დაიჯერა და ვისაც არ სჯერა, ყველას თავის დაჯერებით გაუმარჯოს. ეხლა ერთ საკითხს კიდევ მე მინდა მეგობრებო შევეხო, ეს არის მე ვაკეთებ ესეთ რიტუალს, წმენდის რიტუალს. იგივე, წმენდის რიტუალი ქვია, უგონთ სხვა მასალებით კეთდება, იგივე თანხაღირს, ჩემთან $1500 ღირს წმენდა იცით, მაგრამ ესეც წმენდაო, სხვანაირი წმენდა და როგორი წმენდა ეხლა გაჩვენებთ. ეს სიტუაცია ხდება როგორც ქალბატონებთან, ასევე მამაკაცებთან. აი დედები იმდენ დონეზე, აი ხო გინახიათ თქვენ აი ფილმი ან კარიკატურები ან რაღაცები გინახიათ ალბათ ან სხვადასხვა სოციქსელში, ქალი რო დაბადებს ბავშვს, ბიჭს და ყველგან ჭიპლარით რო დაყვება ეს ბიჭი შეხვდება გოგოს ჭიპლარით გამოათრებს დაყვება ის არც ოჯახი შექმნა დააცალა, არც არაფერი დააცალა, ბოლოს ამ ჭიპლართან ერთად ლამის მოკვდნენ ორივე რა, ცხოვრება არ დააცალა. ამ რიტუალს ქვია, აი როგორ გითხრათ ახლა ზუსტად ინგლისურიდან ვერ გადავთარგმნი, მაგრამ ქართული ჩვენი სიტყვებით რო გითხრათ, აი ჭიპლარის გადაჭრის რიტუალს ვეძახი მე ამას. მე მყავს სხვადასხვა ქვეყანებში მყავდა გოგონები, რომლებსაც დედები ისე აბულინგებდნენ, შენ არაფერი არ გამოგივა, მე შენზე ლამაზი ვარ, შენ ესეთი ლამაზი სულ არ იქნები, შენ მალე დაბერდები. რა გითხრათ, აღარც მახსოვს და ისეთი ბულინგი, რასაც ახორციელებდნენ
დედები, იმიტომ რომ ამ დედებს სხვა საქმე არ ჰქონდათ გარდა იმისა, რომ თავისი შვილი ეკონტროლებინათ. ასევეა მამაკაცები. მამაკაცებსაც, ბიჭებსაც არ უშვებენ არსად, იმკვდარუნებენ თავს, ვითომ ცუდად არიან, სულ შვილმა ამას უნდა მიხედოს, სულ ამასთან ერთად უნდა იყოს, ამასთან ერთად ჭამოსვას. მე ვიცი, მეგობრებო, 21 საუკუნეში ხდება ესეთი რაღაცა. გინდა დაიჯერეთ ახლა ჩემი ნათქვამი. გინდა, ნუ დაიჯერებთ ჩემს ნათქვამს. 21 საუკუნეში მე მქონდა ეგეთი შემთხვევა, კლიენტმა მითხრა, რომ როდესაც დაწვნენ და სექსი ჰქონდათ, ეხლა ხდება ეს ამბავი 5-10 წელი მეტი კი არ არის. სექსი ჰქონდათ, დედამთილი ოთახში იწვა. ეხლა თქვენ ეს გინდათ დამიჯერეთ? გინდათ ნუ დამიჯერეთ, იმას ხარ გეუბნებით ფული. გადამიხადეთ. გეუბნებით, რომ დედამთილი 21 საუკუნეში საქართველოში, არა მუსლიმანურ ოჯახში, მე გეუბნებით ქართულ ქრისტიანულ ოჯახში, დედამთილი იწვა ოთახში, გეფიცებით თუ ერთ სიტყვას თქოს ვიძახდე და მერე უკვე სხვადასხვა დღეებში, როცა უნდოდა ღამე მაგასთან შედიოდა, როდესაც ან სექსი ჰქონდათ ან რამე, ნებისმიერ დროს შედიოდა. გინდა მიჯერეთ, გინდა რა. ამიტომ ესეთ შემთხვევაში როგორც კაცი იტანჯება, ასევე ქალი იტანჯება. არსებობს ესეთი მანიაკი მშობლები, რომლებიც შვილებს არ აძლევენ განვითარების წასვლის საშუალებას. აი, ავიღოთ ჩემ ახლობას ვეუბნეოდი, რომ გაუშვე შენი შვილი წავიდეს საზღვარგარეთ, რას გიყავ, გიზის სახში წავიდეს, ცოტა ხანი დაათვალიეროს, მოიაროს, ან იმუშაოს და ჩამოვა საწავამე. არა, მე მაგის გარეშე არ გავძრებ, მირჩევნია აქ იყოს, ჩემთან გვერდზე იყოს. ამას იძახის 5000 წლიან ბიჭზე, რა ვიცი, მე ლამის 40 წლის ბიჭზე. ამიტომ მე ვაკეთებ ეგეთ რიტუალს, ვისაც აი გამწარებული აქვს სიცოცხლე, იგივე წმენდას რიტუალია, მაგრამ სხვა მასალით, როდესაც აი ჭიპლარის გადაჭრა ხდება, რომ დედა კავდება უკვე აღარ შენით, თავისი საქმით და შენ ამოისუნთქებ. ეს არის როგორც წმენდისათვის კარგი მეგობრებო, ასევე კარგი არის, რა თქმა უნდა, შენი ცხოვრება წინ წავა და ყველაფერი ძალიან კარგად გექნებათ. ეხლა დასასრულისათვის წინაპრებიდან მოდი გადავინაცვლოთ, მივედით ტოქსიურ მშობლებზე და ტოქსიურ, ესე ვთქვათ, დედმამაზე და ეს ყველაფერი მეგობრებო აჩენს ცოლ-ქმარ შორის, აი ქართულად როგორ თქვა, როდესაც გათხოვება ან დაქორწინება გინდა, ოჯახს, ეხლა ძალიან ძველი დედაჩემი ვთქი, შეიძლება გამომივიდეს, მაგრამ დედაჩემი უზომოდ ჭკვიანი ქალია, ამიტომ ჩვენი ძველი ხალხი მეგობრებო, ძალიან მართალი იყო ყველაფერში. ამიტომ მე მათ სიტყვებს გავიმეორებ სიამაყით და ვიტყვი. ეს ეხება როგორც მამაკაცებს, ისე ქალბატონებს. როდესაც დაქორწინება მოგინდებათ, მთლიანად ნუ გადაირევით ამ ბიჭებზე, ან გოგოებზე, ლამაზი თუჩებით, ლამაზი ტანფეხით ან ასე შემდეგ. როდესაც დაქორწინება მოგინდებათ, ავიღოთ ჯერ ქალი, მაინც ქალები ვართ. მიდით ბიჭის სახში. მერე კი არ მეხვიდეთ 5000 წელი რო გავა. არა, დააპატიჟებინეთ ეს ნაგლად თავი, რომ მანახე შენი დედა, მამა როგორია, როგორ თუ ეს ქალი ფქვილგადაცომილი შეგხვდათ ხელში და ჩამოძენძირი ტანსაცმელით, მოუხედავი, ასევე მამა ტელევიზორთან ზის, გაზეთს კითხულობს, შენი ქმარი ზუსტად ესეთი დასაშვალო ოჯახი არიან, შენი ქმარი არ ეცდება, რომ შენ გახდე მილიონერი და ნორმალურად იცხოვრო. ანუ თუ იქ ეხლა უხეშად დაელაპარაკენ ერთმანეთს ოჯახში, ხო საერთოდ დაივიწყეთ ეგ საკითხი, რაც დედა, რაც მამა, შენი ქმარიც ის იქნება. ამიტომ, როდესაც ბიჭს გაიცნობთ და უკვე ფიქრობთ, რომ ეს ბიჭი ცოტა გეუბნებათ, რომ მოდი სერიოზულად ვიფიქროთ, ურთიერთობაზე მოვთხარით, მიმიყვანე შენ სახში, რას ვქია? ცოლად რო გამოგყვევი, მაშინ მოვიდე შენ სახში, არა, ბოდიში მოიხადე. მე მაინტერესებს საცხოვრობ, როგორ ცხოვრობ, რა თვისებებით ცხოვრობ, რა არის თქვენი სადილის დროს რას აკეთებთ, რა არის თქვენი ტრადიცია, როგორ ცხოვრობთ, იმიტომ რომ მე ამ სახში უნდა შემოვიდე. რა თმინდა შენ თუ უკაცრავად ცუდი ოჯახი ხარ, საერთოდ არ მჭირდები.
იქ მეზობლებს რომ უნდა გამოიკითხოთ, მაგაზე ორი აზრი არ არის. მე მაინც მეგობრებო ძველი ყაიდის ახალგაზრდა ვარ, მაგრამ მაინც ესეთ საკითხებში ძველი ყაიდის ადამიანებს ვეთანხმები. ეხლა მამაკაცებმა რა დაგვიშავეს მარათონში? მამაკაცები გეუბნებით, ქალები უფრო ადვილად პატიჟობენ სახლში, მიბრძანდით თქვენ ცოლის, თქვენი შეყვარებულის ოჯახში. თუ დაინახეთ, რომ დედა გასუქებული, რაღაცა, კბილები არ აქვთ, მასშეუღებავი, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ცოლი რამოდენიმე წელიწადში ზუსტად ესეთ ქალად გადაიქცევა, როგორიც არის დედა. რა სიტუაციაც არის სახლში, იგივე სიტუაციას გააკეთებს თქვენი ცოლი იმავე სახლში, თქვენ სახლში. ამიტომ, როდესაც ოჯახს ქმნით, მეგობრებო, არასოდეს იმედი არ დაამყაროთ მაგაზე, რომ აი მე კაი გოგოა და დედმამა არა, კაი გოგო არ არის, ეს არის მოჩვენებითი. როგორი ოჯახი და დედმამაც ყავს, ზუსტად ისეთი ოჯახი და ყველაფერი გექნება შენ. ამიტომ თუ მაგალითად დედმამა ყავს, ავიდა სასწაული, იმედი არ გქონდეს, რომ ეს გოგო იქნება ანგელოზი. უბრალოდ შეთვალები გაქვს დახუჭული და ჯერჯერობით ვერ ხედავ. და ასევე მამაკაცის საკითხებში, თუ მამაკაცი თქვენი სიმამრიან, როგორი მამამთლიან ვეღაცა მსმელია, ესეთია, ისეთია, დიდი შანსია 90%, რომ თქვენი კაციც იყოს ესეთი. მე მარათონებში ადამიანებს ვასწავლი და ვიმეორებ კიდევ ჩვენი ხალხის გადმოცემას, რომ ყველაფერს აქვს ძალიან, მე ესეთი ადამიანი ვარ, რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ვუკირკიტებ აბსოლუტურად ყველაფერს. ხშირად შეიძლება ან მაგალითად კლიენტს დავამატებინო რაღაცა რიტუალი, ან რაღაცა რიტუალი გავამეორებინო, ან რაღაცა კი ფული უნდა გადაიხადოს. მაგრამ მე ვარ კირკიტა ადამიანი, ყველაფერი უნდა აღმოფხრა, რომ ადამიანმა შედეგი დავდო. აი ზოგი მეუბნება, აი კაცი მიმაბით, როგორ მიგაბა, შენ ჯადო გაქვს, კი მიგაბავ, რა პრობლემაა? No problem, გადამიხადე $1700 მიგაბავ წამში, მაგრამ შენ ჯადო გაქვს, ამ კაცს ჯადო აქვს, ამ კაცს ვეღაცა ქალი უკეთებს, საყვარელი ყავს 5000, უკეთებს ჯადოს. ვა, რომ მიგაბავ, შენ პრობლემები გექნება, ამ კაც პრობლემები ექნება, დაგინგრევად ყოფილი. როგორ მიგაბა სანამ რამეს არ გაგიკეთებთ. ამიტომ მეგობრებო, როგორ არის იცით? აი მიკვირს ხოლმე ხანდახან საქართველოში ჰარი ჰარალოზე რო ხდება, რა ადვილია, ხო, ესე ვთქვათ, პროსტა გააგიჟო და მოატყო ადამიანი, რომ პროსტა так უბრალოდ მიბმას რომ აკეთებენ, არ არსებობს ეგეთი რამე. იმიტომ რომ შანსი არ არის შენ იყოს სუფთა და შანსი არ არის ის კაცი იყოს სუფთა. ანუ დამატებითი რაღაცა მაინც დაგჭირდება, რომ შენ კაცი თუ ეხა სუფთა ხარ, შენც და ის კაციც თუ სუფთა და ან იმ კაცს თუ პროსტა так ჯადო აქვს, ეგ არაფერი არ არის. ამიტომ მეგობრებო, მე მიყვარს ესეთი მარათონშიც ესეთი ვარ და ცხოვრებაშიც ესეთი ვარ. ჩვენი მარათონის მეორე ნაწილიც ახლა მე დავასრულე და აი მაგიტომაც არის ესეთი, რომ ყველაფერი უნდა ჩაწვდე ნოლიდან და დეტალებს ჩაუღრმავდე, რათა კარგად იცხოვრო. კი, მაგით იცხოვრებ ძალიან კარგად, მაგრამ ადამიანს სჭირდება მუდმივი ფიქრი, განვითარება და ამ განვითარების ფონზე შენ ჭკვიანურად უნდა დაალაგო მაგიაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და იმისთვისაც წერა მარათონს, რომ ადამიანებს ჩემის მხრიდან რაიმე რჩევა მიცე და მათ ცხოვრებაში, მათ თავიანთი ცხოვრება წარმართონ კარგად. მოკლედ მეგობრებო, ეს მარათონი, პირველი მარათონი თქვენთვის იყო უფასოდ, რათა თქვენ გაიგოთ მე რა საკითხებს ვეხები მარათონში, როგორ ვეხები, რანაირად ვეხები, რას ვაკეთებ საერთოდ, ხო, იმიტომ რომ ადამიანებმა რატომ უნდა გადაიხადონ ფული მარათონში, ხო, იმიტომ რომ არ იციან რას ნიშნავს.
აი ესეთ და მსგავს საკითხებზე პირველი მეორე მარათონია, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე იქ უკვე ვიდეოები, სხვადასხვა იქ უკვე ძალიან ღრმად და რაღაცას ასწავლებს ვაკეთებთ. იმიტომ რომ პირველი მარათონი არის მხოლოდ მოთელვა. მოკლედ მეგობრებო, თუ მოგეწონათ ჩემი საუბარი, ძალიან გთხოვთ დააკომენტაროთ, დამილაიქოთ. თუ კიდე გინდათ რომ პირველი მარათონის მესამე ნაწილი ჩაგიწეროთ, შეგიძლიათ დამიკომენტაროთ თუ გაქვთ სურვილი. ჩემთან კონსულტაციაზე შეგიძლიათ მომწეროთ ნომერზე +1 718 506 28 მხოლოდ WhatsApp-ზე. გიპასუხებთ ამერიკის დროით და ერთი გაითვალისწინეთ, მეგობრებო, კონსულტაციის გარეშე ვერაფერს მე ვერ გავაკეთებ. ამიტომ ძალიან გთხოვთ, პირველი ჩაეწერეთ კონსულტაციაზე, იმიტომ რომ არ ვიცი თქვენ რა გჭირთ და თქვენ რომ მეუბნებით, მე ეს მინდა, მარტო ეგ მინდა არ არის, რა ღირს, რა ანუ აღარ დავიწყებ ახლა კიდე შენიშვნას, ანუ არ არის მარტო ფოტოები უნდა ვნახო, ფოტოების გარეშე ვერაფერს ვერ ვიტყვი, ამიტომ ჩაეწერეთ კონსულტაციაზე. ერთი სიტყვით, მეგობრებო, ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ. დამიწერეთ კომენტარებში თუ მოგეწონათ ჩემი საუბარი, გამოიწერეთ ჩემი არხი დროებით.